რისთვის იმყოფებით საკრებულოს ხმას შეგიძლიათ არ მითხრათ? მინდა და თქვენ ახლა ჩემს უფლებას არ ღვევთ. არა, რისთვის იმყოფებით საკრებულოს დარბაზში შეგიძლიათ მითხრათ? ნახეთ, ჩემს უფლებას არ ღვევთ თქვენ. გეუბნებით ჩაწერა არ გაუფლეს. მინდა. და რისთვის იმყოფები აქ გეკითხებით და თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ? ჩემს უფლებას არ ღვევთ. სამუშაო საათებში წესით ახლა კაბინეტში უნდა იყოთ არ დღეს. მინდა ჩემს უფლებას. თქვენ რისთვის იმყოფებით აქ შეგიძლიათ მითხრათ? მე მუშაობ მეჭახალსაცო ლანდშაფტის სამმართველოს და ჩემი საკითხი უნდა განეხილონ დღეს და სხდომა არა ვრიოთ. თქვენ ხართ მომხსენებელი? არა, მე უნდა მოვისმინო და სიჩუმე მოვითხოვოთ. სამუშაო საათებში რატო არ ხართ? უკაცრავად, აქ რისთვის იმყოფებით შეგიძლიათ მითხრათ? უკომენტარებთ. სად ხართ დასაქმებული? არ ვარ. თქვენ ახლა სამუშაო საათებში რატო არ ხართ კაბინეტში? სამუშაო საათებში არ. აბა აქ რისთვის იმყოფებით ახლა? ისე ასე მსურს და უკაცრავად, შეგიძლიათ მითხრათ რატომ ესწრებით საკრებულოს ხდომას? სამუშაო საათებში საჯარო მოხელეებით რატომ ივსება საკრებულოს სივრცე? თუ შეგიძლიათ გითხრათ, რის გამო გჭირდებათ, რომ ამ სივრცეს თავისუფალ ადგილებს, რომლებიც არის განკუთვნილი მოქალაქეებისთვის, საჯარო მოხელეებით რატომ არის დატვირთული? ბატონო სულხან, ძალიან უცნაური კითხვა არის ჩემთვის, იმდენად ამდენადაც საკრებულოს ხდომა თავისი დადგენილებით ღია არის და შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის საჯარო მოხელესაც თავისუფლად დაესწროს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის საჯარო მოხელე იქნება თუ ნებისმიერი მოქალაქე. რაც შეეხება საჯარო მოხელეს, თუ ესეთი შინაარსის პასუხი გაინტერესებს, შემიძლია გითხრათ, რომ საჯარო მოხელესაც აქვს უფლება დაესწროს საკრებულოს ხდომას. ცხადია, თუმცა იმის გამო, რომ საკრებულოს დარბაზი შევსელი არის საჯარო მოხელეებით, მოქალაქეებს არ ეძლებათ შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ ამ სივრცეში და თქვენ განცხადებაც კი შემოგივიდათ ერთ-ერთი მოქალაქის, რომელიც ითხოვს თითქმის 1 წელზე მეტია საკრებულოს ხდომა. საკრებულოს ხდომაზე დასწრებას ითხოვს მოქალაქე. განცხადებაზე არის საუბარი. რომ ის ითხოვს საკრებულოს ხდომაზე დასწრებას. ვისი განცხადება არის? თორნიკე ქავთარაძის. და რასთან დაკავშირებით არის? თქვენ რა იცით რა განცხადება არის შემოსული? მე მითხრა მათ შორის ახლა არის როგორც მაქვს ინფორმაცია ეზოში და ის ელოდებოდა საკრებულოს ხდომაზე დაშვებას, თუმცა ვერ მიიღო ეს ნებართვა. ბატონო სულხან, მე როგორც მახსოვს, თქვენ წინა საკრებულოს ხდომაზე ამბობდით, რომ არ გიშვებდნენ საკრებულოს ხდომაზე. შესაბამისად, თქვენ აქ დარბაზში ბრძანდებოდით, დღესაც იმყოფებით. შეზღუდვა თუ თქვენ არ შეგექმნათ, შესაბამისად, არც ქალბატონ ირინას შეექმნა და არც ხვებს, რატო ექმნება ვიღაცებს საკრებულოს ხდომაზე დასწრების შებრკოლება და ასე შემდეგ. განცხადება აქვს ოფიციალურად ბატონ თენგის დაწერილი 1 წელზე მეტია ითხოვს საკრებულოს ხდომაზე დასწრებას და ჩვენ შეგვიძლიათ თუ თქვენ სიმართლეს ამბობთ ახლა ჩვენ შეგვიძლიათ ჩავიდეთ პირველ სართულზე ის მოგლაკა გელოდებათ და შეგიძლიათ მისგან მოისმინოთ განმარტებები რატომ არ უშვებთ საკრებულოს ხდომაზე. ბატონო სულხან, ძალიან ელემენტარულ პასუხს გაგცემთ შესაბამის თქვენ ხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით. საკრებულოს ხდომაზე დასწრებისთვის განცხადება არ არის საჭირო. თუმცა მან იმიტომ გააკეთა ეს რომ თქვენ არ უშვებთ 1 წელზე მეტია საკრებულოს ხდომაზე. პასუხობთ ერთი და იგივე. შეგვიძლია ჩავიდეთ პირველ სართულზე გელოდებათ მოქალაქე. ნაბის არ გადმოვდგა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც დაწერა ტყუილები, ამის მტკიცებულებაც გვაქვს. შესაბამისად, თქვენთან ერთად მე ფეხს არ გადმოვდგა არცად, იმიტომ რომ არ მინდა რომ ტყუილებში შევიდეთ და შევიყვანო საზოგადოება იმდენად რამდენადაც გახლავართ საჯარო მოხელე. რას გულისხმობთ ტყუილებს? შეგიძლიათ გითხრათ და რა სახის მტკიცებულებებზე საუბრობთ ბატონ თენგი? არაერთხელ მაგ წარმოგიდგენთ. მაგალითად სისხლის სამართლის დანაშაულზე რეაქცია რომ არ ქონდა თქვენს წინა საკრებულოს ხდომაზე, სახალხო დამცველის აპარატმა თუ გამოკითხა. სამართლის დანაშაულზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციაში არ შედის. სახალხო დამცველის აპარატმა გამოკითხა თქვენ მოკვლევა დაიწყო ამ ფაქტზე. ახლა ამდის, მადლობა. შეგიძლიათ მოქალაქეს დაელაპარაკოთ პირველზე გელოდება პირველ სართულზე. წესით უნდა ესწრებოდეს. ესწრებოდეს მოქალაქეები. თან განსაკუთრებით თუ მათ ეხებათ ეს საკითხი ასე რომ ვთქვათ. თუმცა ამას ვერ ახერხებენ მოქალაქეები და თქვენ როდის მე ამის შესახებ გითქვამთ საკრებულოს ხდომაზე? მომავალ შეუცვლელად, ანუ შემდეგ ხდომაზე აუცილებლად ვეტყვი.
ერთი წელია თითქმის ასე არის ქალბატონო საჯარო მოხელეებით ავსებენ სივრცეს და მოქალაქეებს არ ეძლებათ შემოსვლის შესაძლებლობა და თქვენ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ამ კუთხით არ გიჩნდებათ კითხვები? არა, პირველად, ახლა თქვენ გამოვისმინე მართლა, იმიტომ რომ ჩემი უბნიდან, ჩემი ასე ვთქვათ თემიდან არასოდეს არ ყოფილა ეს პრობლემა მართლა. საჯარო მოხელეებით რო ივსება სივრცე, ეს რამდენად სწორად მიგეჩნიათ თქვენ სამუშაო საათი? მართალხეთ. თქვენ რაიმე გითქვამთ ამის შესახებ საკრებულოს ხდომაზე? არ ვთქვა სამწუხაროდ. რატომ? იმიტომ რომ ასე ვთქვა ვერ მოახერხე ასე ვთქვათ. ჩვენ არ გვიშვებენ საკრებულოს ხდომაზე უკვე წელიწადზე მეტია, ამას აქვს სისტემური ხასიათი, ზემოთხსენებულ არ შეშვებას დაცვის პოლიციის მეშვეობით აკეთებენ, დაცვის პოლიციას ავალებს ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომ ჩვენ გვითხრან, რომ თითქოს და ადგილი არაა, დღეს მოგვახსენეს, რომ შეზღუდულია თურმე დასწრება საკრებულოს ხდომაზე, როცა საკრებულოს რეგლამენტი ზემოთხსენებულ შეზღუდვას არ ითვალისწინებს რიგით ხდომაზე, რომელიც არის აუცილებელი და თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ჩვენ წელიწადზე მეტია გვაქვს ამის მცდელობა, არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აქვე იმყოფებიან და არც ერთხელ მინდა გითხრათ, არ შეუშვივართ საკრებულოს ხდომაზე, გარდა ერთი კონკრეტული შემთხვევისა, რომელზეც რამოდენიმე წლის წინ მომცეს სიტყვა და გამოვედი შესაბამისი კითხვებიც ჰქონდა, რაც ძალიან არ ესიამოვნათ, იმიტომ რომ მე ვარ იმ მოქალაქეთა წარმომადგენელი და შემიძლია ამაყად განვაცხადო თანალიდერიც, რომელმაც ხელვაჩაურის მერია და საკრებულო ამხილა ხალხის შესტომაში შეყვანასა და თანხების მითვისებაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთი მტკიცებულება და ფაქტი, თუ როგორ ითვისებენ და ღრმიან ბიუჯეტს, როგორც ზაზუნები, როგორც ხელვაჩაურის მერი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან დაახლოებული სხვა პირები და საკრებულოს წევრებიც მათ შორის. მათ უბრალოდ არც ხვენიათ, ზნეობაც კი არ გაგაჩნიათ. ბიჭო, საკრებულოს მანდატს ვატარებთო, ამაყათ დადიხართ, რო გკითხოთ კაცმა არა და მაგარი ლაჩარი ტიპები ხართ. რიგით მოქალაქეს ხდომაზე ვერ მიშვებთო, კითხვა დავსვა და მაგ კითხვის პასუხები რომ მეიცეთ, მაგრამ პასუხები არ არსებობს, პასუხი არის ის, რომ კენჭი უნდა უყაროთ მერის გადადგომას, მაგრამ მაგის ერთი ადგილი თქვენ არ თქვენ ხართ ყველანი პარტიულად მიკერძოებული ქლესები, როგორც დადიასამიძე არის წინა ასლანისტური რეჟიმის თაბაქიძე ვაჟას, ყველაზე ნედაცემული პოლიციელის ნაშეგირდალი და დღეს წარმატებით ღრნის ხელვაჩაურის ბიუჯეტს და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს, რომ პენსიაზე რაც შეიძლება მალე გავიდეს და რაც შეიძლება დიდი ფული იშოვოს. ბატონო სულხან, მე აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვიპოვნეთ რამოდენიმე ადგილი, სადაც საზადიასამიძესთან დაახლოებული პირები ყოველგვარი კანონის წესების დაცვით, ანუ მისი უგულებელყოფით ცდილობენ უკანონოდ წამოიწყონ ბიზნეს საქმიანობა და მეტიც გადასახადებსაც თავი აარიდონ მაქსიმალურად და ესეთი შემთხვევა გვაქვს ქედის მუნიციპალიტეტში და ეხა უკვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც ხდება ეს და ჩვენ გქონდა ამასინათ დროული რეაგირება და ვნახოთ ეხა რას იზავს ხელვაჩაურის მერია და ხელვაჩაურის მერიას მინდა შევახსენო და ზედამხედველობის სამსახურს, რომ თქვენ იყავით იმ ადგილას და რეაგირება არ იმ ადგილასაც კი ვერ ხვდებოდით რა უნდა გაგეკეთებინათ და გარდა ამისა მე მინდა მერიას უთხრა ხელვაჩაურის, რომ კოლექტიური განცხადებები, რომლებიც წარმოდგენილია არაერთი სხვადასხვა მოთხოვნით, რატომ არ არის არც ერთზე გამოგზავნილი პასუხი, ან და არ მოგდის შეტყობინება, რომ მომზადდა პასუხი მოვალთ და წავიღებთ, არ გვეშინია ჩვენ თქვენი და იქონიეთ ზნეობა და ნამუსი ნუღალატობთ სამშობლოს და ხალხს. ხდომაზე მინდოდა დასწრება, რომ ჩემი ავარიულ მდგომარეობაში არის ჩემი სახლი. მინდოდა მეთქვა, რომ ცირედი დახმარება გაეწევიან ჩემთვის და გვერდში დგომა მინდოდა, რომ მეშინია, რომ ეს ქარიშხალი რომ ამოვარდეს, მაშინა საპასნი არის და მიწისძვრაზე საპასნი არის ეს სახლი, არის 40 წლის ნაგები მაის სახლი, არის დამპალი თავარი საძირკველი, რასაც რო არის. თავი რო უჭირავს, ისა დამპალი. ვიდეოც გადაუღე, ვიდეოც ვაჩვენე, ამევიდა ვახო ლოთქიფანიძე, გზიკუთხეს მაქვს პატარა სხვისის სახლიდან გამოტანი აკოშკა ჩასმული, ის ხარი არის გადაღებული და ჩვენებაში მიცემული არის, რომ სახლ-მდგომარეობაში არის ეს პატარა ხის სახლი. ხო და მე ამოვიდა ქავთაზე როლანდი ამოყვა გეოლოგს და გეოლოგმა გადაიღო სურათი და ჩვენებაში დაადასტურეს, რომ მყარი ადგილი არისო. ხო და ამის მინდოდა შესაძლოა თქმა, რომ გვერდში დგომა მინდა და დახმარება მინდა. რატომ არ გიშვებენ თქვენი? არ ვიცი, კომენტარს კი აკეთებენ ჟურნალისტებთან, რომ ჩვენ ოტარიელ ბარამძეს ვერ ვიწოდო, ფაქტიურად გეივლის გამოივლის მხედავს და დაცვაზე აქვენ დავალებული, რომ ეს პიროვნები მოვლენ არ შემოუშვათ. კომენტარს კი გააკეთებენ ჟურნალისტებთან, რომ ყველა მოქალაქისთვის კალები ღია არისო. ფაქტიურად არ გვიშვებენ.
არ აწყობენ და მწარე სიმართლე რომ უთხრათ.